მილენიალები იღუპებიან პირდაპირ მნიშვნელობით და როგორც ჩანს, არავის აინტერესებს. ეს თაობა, რომელსაც მუდმივად აკრიტიკებენ ბუმერები და დასცინიან Gen Z, ჩუმად იბრძვის გადარჩენისთვის. 2019 წელს მილენიალებში 25-დან 24 წლამდე ასაკის ადამიანებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100,000 ადამიანზე 128 მიაღწია, რაც 90-იანი წლების შუა პერიოდიდან არ დაფიქსირებულა. შემდეგ COVID-მა ეს მაჩვენებელი 180-ს გადააჭარბა. რატომ დგას ეს თაობა კრიზისის წინაშე, რომელზეც არავინ საუბრობს? რა გახადა მილენიალები ასეთებად და ვინ ან რა განსაზღვრავს მათ ბრძოლას? მე ჯოში ვარ და დღევანდელ ეპიზოდში The Infographics Show-ზე ვიკლოთ მილენიალის ფსიქოლოგიას. მიუხედავად იმისა, მოსწონთ ეს ხალხს თუ არა, მილენიალები აყალიბებენ სამყაროს. მათი რაოდენობა 72.1 მილიონია და უკვე გადააჭარბეს ბეიბი ბუმერებს, ამიტომ მათი გავლენა უგულებელყოფა შეუძლებელია. არსებობს კიდევ რამდენიმე კარგი და მოულოდნელი მონაცემი მილენიალებზე. ისინი ყველაზე დამოუკიდებელი თაობაა ისტორიაში, არა მხოლოდ ბოლო 10 წლეულებში, არამედ მთელ ცნობილ ისტორიაში. 2025 წლის მონაცემებით, რომელიც Solston-მა გამოაქვეყნა, ბეიბი ბუმერების, ანუ მათი მშობლების აზრის საპირისპიროდ, მილენიალები ძალიან მაღალ ადგილს იკავებენ თვითკმარობასა და ავტონომიაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი უბრალოდ დინებას არ მიხვებიან. ისინი საკუთარ გზას იკვალავენ. ამას აქვს აზრი. ისინი ოფისში დარჩენილი ერთადერთი თაობა, რომელსაც კომპიუტერის გამოყენება დახმარების გარეშე შეუძლია. მაგრამ მათი ცხოვრების სხვა ბევრი ასპექტი კარგად არ მიდის. და ეს დაიწყო მანამ, სანამ ისინი საშუალო სკოლაში მივიდოდნენ. ბეიბი ბუმერებმა სრულიად განსხვავებულ გარემოში და ეკონომიკურ პირობებში დაიწყეს ცხოვრება, ვიდრე მილენიალებმა და ამან გამოიწვია გაუცხოება. ისინი ფიქრობდნენ, რომ თუ ბევრს იმუშავებდი, კარიერაში წინ წახვიდოდი, კარგ ფულს იშოვიდი, სახლს იყიდდი და ოჯახს შექმნიდი. მაგრამ ეს უბრალოდ არ არის მათი შვილების რეალობა. 2022 წელს მილენიალების თითქმის 16% ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობდა და იმ დროს ყველაზე ახალგაზრდა მილენიალი უკვე 26 წლის იყო. თქვათ რომ თქვენ 32 წლის მილენიალი ხართ, რომელიც მშობლებთან სახლში დაბრუნდით. გასულ წელს 500 სამუშაო განაცხადი გაგიგზავნიათ. დაიწყეთ თქვენი სფეროს პოზიციებით, შემდეგ კი სცადეთ ოდნავ დაკავშირებული სამუშაოები. ახლა კი უბრალოდ აგზავნით განაცხადებს ნებისმიერ ადგილზე, რომელიც ანაზღაურებას იძლევა. და ყველაზე ცუდი რა არის? ერთი თვე გაშორებთ იმაზრამდე მისვლას, რომ სერიოზულად იფიქროთ OnlyFans-ის ანგარიშზე. მამა თქვენი ვერ ხვდება, რატომ არ შეგიძლიათ უბრალოდ მიხვიდეთ კომპანიაში და ვინმეს გაეცნოთ. უთხრათ, რომ სამსახურს ეძებთ. მისი თაობის 62% ეთანხმება ამ ტაქტიკას, მაშინ როცა მილენიალების მხოლოდ 40% იზიარებს მას. ბუმერებმა ერთსა და იმავე სამსახურში საშუალოდ 10-დან 15 წლამდე გაატარეს. მილენიალები კი კარგია, თუ ერთ კომპანიაში 3-5 წელი გაძლებენ. ერთად ცხოვრება ასევე ნიშნავს ორი სრულიად განსხვავებული ფსიქოლოგიის ერთჯერ ქვეშ მოყვანას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მათ რეალურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ეხება. მილენიალები ბევრად უფრო ღიად საუბრობენ თავიანთ ემოციებსა და სირთულეებზე და არ ეწინააღმდეგებიან დახმარების ძიებას. 2021 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელშიც 2000 ამერიკელი მონაწილეობდა, მილენიალების 45%-მა განაცხადა, რომ მზად არიან თერაპიას მიმართონ. ბეიბი ბუმერები ეს მაჩვენებელი ძლივს აღწევდა 8%-ს. და ეს გამოკითხვა პანდემიის შუაგულში ჩატარდა. როცა შეიძლება ვიფიქროთ, რომ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ, ალბათ ეს თანაცხოვრების მოწყობა არის ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ასეთი დაძაბულობა შექმნა მილენიალებსა და ბეიბი ბუმერებს შორის. ეს მხოლოდ მედიის ნარატივი არ არის. ასოცირებულმა პროფესორმა ფელიქს დამბოლდმა UCL-ის მენეჯმენტის სკოლიდან აღმოაჩინა, რომ ეს ორი თაობა ერთმანეთის მიმართ ბევრად მეტ მტრულ დამოკიდებულებას გამოხატავს, ვიდრე ვინმეს მიმართ. მაგრამ მაშინ, როცა ბუმერები შიშობენ, რომ მილენიალების ღირებულებები მათ ცხოვრების წესს დაანგრევს, მილენიალები ბევრად უფრო პრაქტიკულ რამეზე ღელავენ. მათთვის ჩანს, რომ უფროსი თაობები უარს ამბობენ სამუშაოს დატოვებაზე ან სახლების გაყიდვაზე და ეს მილენიალებს საკუთარი მომავლის შექმნის საშუალებას არ აძლევს. შედეგად მათ კარიერას, ფინანსებსა და შესაძლებლობებს რეალური ხელშესახები ზიანი ადგება. განსხვავებული შეხედულებები შეიძლება ხსნიდეს, რატომაც არიან მილენიალები ასე გახსნილები საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად. ისინი გაიზარდნენ ბუმერული განძლეობის მენტალიტეტით, რომელმაც რეალურად არავის ოჯახში არ უშველა. ამიტომ დღეს ისინი ცდილობენ რეალურად იზრუნონ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობთან მთელობაზე. და მათ ბევრი მუშაობა დასჭირდებათ, რადგან ეპოქამ, რომელშიც მილენიალები გაიზარდნენ, სერიოზული ზიანი მიაყენა მათ ფსიქოლოგიას. წარმოიდგინე, 2003 წელია მილენიალი ხარ და ახლა ხან იწყებ საშუალო სკოლაში სწავლას. შენი სხეული იცვლება და ამის გამო ცოტა უხერხულად გზნობ თავს. საკმაოდ ჩვეულებრივი მოზარდული ამბავია. მაგრამ 2000-იანებში, როცა მილენიალების უმეტესობა უბრალოდ მოზარდი იყო, რაღაც არასწორად წავიდა. მედია, საზოგადოება და თუნდაც მათი საკუთარი ოჯახები უბრალოდ კი არ ამჩნევდნენ მათ სირთულეებს. მათ ეს სირთულეები გააძლიერეს და 1000-ჯერ უფრო უარესად აქციეს. 2000-იანების დასაწყისში 1990-იანი წლების ჰეროინ შიკის იერი უკვე სრულად იყო დამკვიდრებული პოპულარულ კულტურაში. ჟურნალებსა და ტელეშოუებში ქალების უმეტესობა ფაქტობრივად მხოლოდ ძვლები და კანი იყვნენ. შედეგები რეალური იყო. ანორექსიისა და ბულიმიის მსგავსი კვებითი აშლილობების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. ჟაოს და ინსინოსას კვლევის მიხედვით 1999-დან 2000 წლებსა და 2005-2006 წლებს შორის კვებითი აშლილობის გამო ჰოსპიტალიზაცია მკვეთრად გაიზარდა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო მილენიალებში, რომლებიც მაშინ ბავშვობის, მოზარდობისა და ადრეულ 20-იან წლებში იყვნენ.
ჰოსპიტალიზაცია 18%-ით გაიზარდა 12-დან 19 წლამდე ასაკის ადამიანებში, 19%-ით 19-დან 30 წლამდე ასაკის ადამიანებში და 119%-ით 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. მთელი თაობა თავდასხმის ქვეშ იყო. მილენიალები გაიზარდნენ ყველაზე დამახინჯებული სხეულის აღქეული საქმით, რაც ოდესმე ყოფილა და ეს ბევრისთვის დღემდე არ შეცვლილა. 2020 წლის გამოკითხვაში, რომელიც სხეულისადმი თავდაჯერებულობას იკვლევდა, ყველაზე ნაკლებად თავდაჯერებული ქალების ჯგუფი მილენიალები იყვნენ. 25-დან 24 წლამდე ასაკის ქალებმა თავიანთი სხეულისადმი თავდაჯერებულობა 100-დან 37 ქულით შეაფასეს. ეს თითქმის ნახევარია წარუმატებელი ქულისა. თუ მოგწონთ ეს სიღრმისეული ანალიზი იმ თაობის ფსიქიკაზე, რომელიც ოდესღაც ფიქრობდა, რომ ავოკადოს ტოსტი ინვესტიცია იყო, აუცილებლად მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი. ეს ჩვენს მწერლებსაც ოდნავ უფრო ზრდასრულად აგრძნობინებს თავს. თუ სხეულთან მუდმივი ბრძოლა იმისთვის, რომ გამხდარი დარჩე, საკმარისად დამღლელი არ იყო, მილენიალები პირველად გაეცნობოდნენ კიდევ ერთ აზროვნებას, რომელიც მთელი ცხოვრება არ მოასვენებდათ. გადამეტებული მუშაობის კულტურა. სხვა სიტყვებით, ეს არის გადაწვისკენ მიმავალი გზა. შენ ხარ მილენიალი. 2006 წელს შენ თითქმის ამთავრებ სკოლას. შენი მშობლები, კარიერის მრჩეველები, მთელი მსოფლიო გეუბნება, რომ უნივერსიტეტი არა მხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ აუცილებელიცაა. შეიძლება შენს ოჯახში პირველი თაობაც კი იყო, ვინც უნივერსიტეტის დიპლომს მიიღებს. იწყებ განაცხადების შეტანას საუკეთესო უნივერსიტეტებში, სადაც შეგიძლია მოხდე და მერე ეს ხდება. შენს საოცნებო უნივერსიტეტში გიღებენ და მერე ხედავ სწავლის საფასურს. პირი გეღება გაოცებისგან. შეიძლება დამატებითი სამუშაო იშოვო, რომ დაფარო ეს ხარჯი. შეიძლება ვერა. ნუ აჩქარდები. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ 1988 წლიდან 2018 წლამდე კერძო უნივერსიტეტებში სწავლის საფასური საშუალოდ 129%-ით გაიზარდა. უფრო ხელმისაწვდომ საჯარო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურიც კი 213%-ით გაიზარდა. წარსულში ადამიანები ზაფხულის ან ნახევარგანაკვეთზე მუშაობით მიღებული ხელფასით შეძლებდნენ სწავლის საფასურის გადახდას. ეს უმეტესობა მილენიალებისთვის უკვე აღარ იყო შესაძლებელი, როცა ისინი უნივერსიტეტში შევიდნენ. როგორც ჩანს, დრო აიღო სესხი, რომელიც არანაირად არც ერთ ფორმაში არ იმოქმედებს ჩვენს მომავალზე. საბოლოოდ ეს დიპლომი ხომ აუცილებლად მოგიტანთ კარგ სამსახურს და სერიოზულ შემოსავალს, არა? არა? უმეტესობა მილენიალებისთვის ასე არ არის. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ 35 წლის ასაკში ბეიბი ბუმერების 17%-მა კოლეჯის შემდეგ შეძლო პრესტიჟულ და მაღალ ანაზღაურებად პროფესიულ კარიერაში, როგორიცაა იურისტობა ან მედიცინა, მოხვედრა. 35 წლის ასაკში მილენიალების მხოლოდ 7.3%-მა შეძლო იგივე. ეს ნაკლებია ვიდრე ნახევარი. მაშ, რატომ ვერ ახერხებენ მილენიალები მაღალ ანაზღაურებად კარიერებში მოხვედრას და რატო უნძიმდებათ ფსიქოლოგიური ტვირთი? იმიტომ რომ სისტემამ ეს თითქმის შეუძლებელი გახადა მათთვის, შექმნა საშინელი გადამეტებული შრომის კულტურა, რომელიც უმეტესობისთვის სწრაფად გადაიქცა ფსიქოლოგიურ გადაწვად. და რატო განიცდიან მილენიალები გადაწვას? ისინი სამუშაო ბაზარზე შევიდნენ ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე რეცესიის პერიოდში. სამუშაო ადგილები ძალიან იშვიათი იყო. საწყისი ხელფასები შედარებით დაბალი იყო და ხალხი მადლიერი იყო ყველაფრისთვის, რასაც კი მიიღებდა. კელოგის მენეჯმენტის სკოლის სტრატეგიის პროფესორმა ნიკოლა ბიანჩიმ შეისწავლა ის პირობები, რომლებმაც მილენიალების დაუღალავი შრომის აზროვნება ჩამოაყალიბა. მისი ნამუშევარი გვაძლევს წარმოდგენას, რამდენად უიმედო იყო სამუშაო ბაზარი მილენიალებისთვის. თუ 2010 წელს შედიოდით სამუშაო ბაზარზე, წარმატებებს კი სურვებთ. გლობალური ეკონომიკა ჩავარდა ორმოში. თქვენი თაობის უმუშევრობის დონე დაახლოებით 12-დან 19%-მდე. API კვლევითი ცენტრის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის ბაკალავრის დიპლომი გაქვთ, ყოველთვე ათასობით ლარს იხდით სესხებში და ერთადერთი რაც შეგიძლიათ იშოვოთ, საცალო ვაჭრობაშია. ასე თუ ისე ეს ფარავს ხარჯებს. რამდენიმე წლის შემდეგ კომპანიაში, რომელიც რეალურად თქვენს სფეროს უკავშირდება, ვაკანსია იხსნება და აიღებთ ამ სამსახურს. უბრალოდ იმუშავეთ რამდენიმე წელი და შეძლებთ კარიერულ წინსვლას. მაგრამ მალე შეამჩნევთ, რომ საერთოდ არ მიიწევთ წინ და არც თქვენს გარშემო მყოფთა უმეტესობა. რატომ? რეცესიამ და მისმა შედეგებმა ისეთი გარემო შექმნა, სადაც ბუმერების თაობა უფრო ფრთხილი გახდა, უფროსი პოზიციებიდან პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით. კარიერულად წინსვლა უფრო რთული გახდა ვიდრე ოდესმე. შედეგად მივიღეთ უიმედობისა და დაუსრულებელი შრომის ნაზავი. ეს არის მილენიალების თაობის გამსაზღვრელი ბრძოლა. ამასთანავე ეს მილენიალებს უფრო მიდრეკილს ხდის კომპანიებისა და კარიერის შეცვლისკენ. ისინი ნაკლებად ოპტიმისტურად არიან განსხვავებულნი კომპანიისადმი ერთგულების სარგებელზე და ზოგადად კორპორატიული ამერიკის მიმართ. მაგრამ ისინი ბევრად უფრო დიდ ხანს და მძიმედ მუშაობენ, რომ თავი ირჩინონ და საკუთარ გზას უფრო დამაჯერებლად ასაბუთებენ. ასე რომ გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად მილენიალები ზარმაცები არ არიან და ფულს უაზროდ არ ხარჯავენ. ისინი გადაღლილები და სხვა თაობებთან შედარებით უფრო ღარიბები არიან. მუშაკთა პროდუქტიულობა სწრაფად გაიზარდა ბუმერების დროიდან დღეიდან დღემდე. 1979 წლიდან 2021 წლამდე აშტშ-ში საშუალო მუშაკის პროდუქტიულობა 62.6%-ით გაიზარდა, მაგრამ ხელფასები მხოლოდ 17.3%-ით გაიზარდა. და შენი 64 წლის თანამშრომელი ოფისში ბევრად უფრო მეც იღებს ხელფასად ვიდრე შენ. სინამდვილეში უფრო მეც ვიდრე ალბათ ოდესმე მიიღებ უახლოეს მომავალში. ვალში. 1979 წლიდან 2018 წლამდე 45 წელზე უფროსი და 25 წელზე უმცროსი მუშაკების ხელფასებს შორის სხვაობა 61%-ით გაიზარდა.
ეს მხოლოდ აშეთეშეს ფენომენი არ არის. ბიანჩის კვლევა მაჩვენა, რომ მას შემდეგ, რაც იტალიამ 2011 წელს საპენსიო ასაკი 67 წლამდე გაზარდა, ახალგაზრდა მამუშაკებისთვის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. მოულოდნელად ყველა სარგებელი უფროსი ასაკის მუშაკებზე მოდიოდა. დანარჩენები კი უბრალოდ არსებობისთვის იბრძოდნენ. 1985 წლიდან 2019 წლამდე იტალიაში საშუალო ასაკი მუშაკებს შორის 19%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში 45 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებმა ასევე დაიწყეს სოლიდური შემოსავლის მიღება. 46 წლისებმა ხელფასი 33%-ით გაზარდეს, ხოლო 65 წლისებმა ხელფასი 53%-ით გაზარდეს. მაგრამ 25 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის ხელფასი მხოლოდ 14%-ით გაიზარდა. უფროსი და ახალგაზრდა მუშაკების საშუალო ხელფასებს შორის სხვაობა თითქმის გაორმაგდა, 86%-ით გაიზარდა. არ არის გასაკვირი, რომ მილენიალები სრულად გადაღლილები და ბევრად უფრო მოწყენილები არიან, ვიდრე მათი ბუმერი კოლეგები. რამდენიმე კვლევა მაჩვენა, რომ ისინი ყველაზე გადაღლილი თაობაა. ერთმა კვლევამ მაჩვენა, რომ მილენიალების 66% ზომიერ ან მაღალი დონის გადაწვას განიცდის, მაშინ როცა ბეიბი ბუმერების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 39%-ია და ეს კიდევ უფრო მძიმდება. კიდევ ერთმა გამოკითხვამ, რომელშიც 1000 ამერიკელი თანამშრომელი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ მილენიალების 67%-ს გადაწვის სიმპტომები ქონია, მაშინ როცა ბუმერებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 38%-ია. ეს ხელფასების სხვაობა და ზრდის შესაძლებლობის არარსებობა სერიოზულად მოქმედებს მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც კიდევ ერთი გამოკითხვის შედეგებიდან ჩანს. ხოლოდ მილენიალების 47%-მა შეაფასა საკუთარი კეთილდღეობა საშუალოზე მაღალ დონედ, მაშინ როცა ბუმერებში ეს მაჩვენებელი 84%-ია. ყველანი აღფრთოვანებულები ვიქნებოდით, თუ ჩვენი სახლების ღირებულება 5-ჯერ გაიზრდებოდა და თანაც პენსიამდე ყველაზე მაღალი ხელფასის მატება მიგვეღო. მეცნიერები უბრალოდ არ ვარაუდობენ, რომ ფინანსები მილენიალების გადაწვისა და სტრესის მთავარი მიზეზია. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის 2023 წლის სტრესი ამერიკაში კვლევა მაჩვენა, რომ მილენიალები ფინანსურ სტრესში იხჩობიან. 18-დან 34 წლამდე ასაკის ადამიანების 67% და 35-დან 44 წლამდე ასაკის ადამიანების 63% სრულიად შთანთქმულია ფინანსური პრობლემებით. ბუმერებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 13%-ია ფული მილენიალებს ანადგურებს. და მიუხედავად იმისა, რომ მათ მცირე ხელფასის მატება ჰქონდათ, ეს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში არ აისახება. ოქსფამმა დაადგინა, რომ 25-დან 24 წლამდე ასაკის მუშაკები დაახლოებით $4200 ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე 30 წლის წინ გამოიმუშავებდნენ. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია მდიდარ ქვეყნებში მზარდი უთანასწორობით, რაც უკვე გარკვეული დროა მიმდინარეობს და ზოგადი კორპორატიული სტაგნაციით. მილენიალები უკეთ განათლებულები არიან, ვიდრე წინა თაობები, თუმცა ნაკლებად ანაზღაურებადები, გადატვირთულები და ბევრად უფრო მეტი ვალით. და მათ გაცილებით მეტი ფული სჭირდებათ უბრალოდ არსებობისთვის, რადგან ქვეყნის სიმდიდრეში მათი წილი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბუმერების იმავე ასაკში. პროგრესი დაივიწყე. მაგრამ ფედერალურ რეზერვს სხვა თეორია აქვს იმის შესახებ, თუ რატომ ხარჯავენ მილენიალები ნაკლებს. მათ ნაკლები ფული აქვთ. მილენიალები ვეღარც იმ სარგებელს იღებენ, რაც სულ რამდენიმე წლის წინ თითქმის გარანტირებული იყო. 2000-დან 2021 წლამდე იმ კოლეჯ დამთავრებულთა რაოდენობა, ვინც სამუშაოზე ჯანმრთელობის დაზღვევას იღებდა როგორც ბენეფიტს, 22%-ით შემცირდა. ამას შექმნა ბევრად უფრო დაუცველი თაობა, რომელიც ხოქმანობს ისეთი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მიზნებისკენ სვლაში, როგორიცაა ოჯახის შექმნა. მილენიალები ასევე შუაში მოქცეული თაობის ნაწილიც არიან. ეს ნიშნავს, რომ ბევრს ერთდროულად უწევს, როგორც პატარა ბავშვებზე, ასევე ასაკოვან მშობლებზე ზრუნა და ეს კიდევ უფრო ზრდის სტრესს. მიზეზის ნაწილი, რის გამოც ისინი სენდვიჩის თიობას ეკუთვნიან, ისაა, რომ ისინი უფრო გვიან ასაკში აჩენენ შვილებს, რათა შეძლონ მათი შენახვა. ეს კი დასავლეთის უმეტეს ნაწილში ცხოვრების სიძვირის ბრალია. დღეს ადამიანებს ფინანსურად სტაბილურობის მიღწევას უფრო მეტი დრო სჭირდებათ და როცა ვამბობთ მეტი დრო, შეიძლება მთელი ცხოვრება იგულისხმებოდეს. 1980-დან 2023 წლამდე ქალებისთვის ქორწინების მედიანური ასაკი 29%-ით გაიზარდა, 22-დან 28.4 წლამდე. ქალებისთვის პირველი შვილის გაჩენის მედიანური ასანური ასაკი 23%-ით გაიზარდა, 22.6-დან 27.9 წლამდე, ხოლოდ 13%-მა მილენიალებმა აირჩიეს ადრეული ქორწინება და მშობლობა. ბეიბი ბუმერების 27%-მა იგივე გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზოგიერთ მილენიალისთვის აუცილებლად ცუდი არ არის, ქორწინებისა და შვილების გაჩენის გადემის გადადება არჩევანი კი არა, ფინანსური აუცილებლობაა. თქვათ, თქვენ ხართ მილენიალი ქალი, 22 წლის და გსურთ შვილის გაჩენა. იცით, რომ მშობიარობის შემდეგ საკმაოდ მალე მოგიწევთ სამსახურში დაბრუნება, რადგან თქვენს ოფისში დეკრეტული შვებულება დიდხანს არ გრძელდება და ამ ეკონომიკაში ასე მარტივად სხვა სამსახურში გადასვლაც არ გამოგივათ. ამიტომ ცდილობთ გაარკვიოთ ბავშვზე ზრუნვის ხარჯები და იწყებთ თქვენს რაიონში საბავშვო ბაღებში დარეკვას. ყველა მიღებული პასუხის მიხედვით საშუალო თანხას ითვლით, თვეში $2500. ბავშვზე ზრუნვის ხარჯები 1990-დან 220%-ით გაიზარდა და ბავშვზე ზრუნვაც კი ბოლომდე სანდო არ არის. 2023 წლის Kids County-ს ანგარიშის მიხედვით, მომუშავე მშობლების ნახევარზე მეც ბოლოს 3 თვის განმავლობაში ბავშვზე ზრუნვის პრობლემების გამო სამსახურში დაგვიანება ან ადრე წასვლა მოუწია. რაც კიდევ უფრო ცუდია, ამ მშობლების 23% ამბობს, რომ ამ პრობლემების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბიუჯეტის ფურცლებს გადახედავ და აცნობიერებ, რომ არა მხოლოდ ბავშვის მოვლის თანხა არ გაქვს, არამედ შეიძლება ამის გამო სამსახურიც დაკარგო.
და ეს იმასაც კი არ ითვალისწინებს, რამდენ ახალ ტანსაცმელს, საწოლს, ბოთლებსა და საფენებს მოგიწევს ყიდვა. Baby Center-მა დაადგინა, რომ ბავშვის პირველ წელს ხარჯები მშობლებისთვის დაახლოებით $2,400 შეადგენს. ეს ძირითადად არ მოიცავს მშობიარობას ან საბავშვო ბაღს. ბავშვის აღზრდის ხარჯებმა შეიძლება ოჯახის შის შემოსავლის 22%-მდე შეადგინოს. Care.com-ის მიხედვით, საშუალო მშობელი შეიძლება დანაზოგის 29%-მდე დახარჯოს ბავშვის მოვლის ხარჯებზე. საგულისხმოა, რომ აშშ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტი ოჯახებს ურჩევს, რომ ბავშვის მოვლაზე ოჯახის შემოსავლის 7%-ზე მეტი არ დახარჯონ. ამ მაღალი ხარჯების გამო დედების ნახევარმა ოჯახური გეგმები შეცვალა. პოტენციური დედების მეოთხედმა კი გადაწყვიტა ნაკლები შვილი ჰყავდეს. კრიტიკულად მაღალი ხარჯები მილენიალების აზროვნების ყველა ასპექტზე მოქმედებს, მათ შორის ისეთ პირად საკითხზეც, როგორიცაა შვილის გაჩენა. მაგრამ მაშინ, როცა მილენიალების დიდი ნაწილი გადარჩენისთვის იბრძვის, სხვა ნაწილი კი როგორც არასდროს, ისე კარგად ცხოვრობს. და ეს იმიტომ ხდება, რომ უთანასწორობა წლების განმავლობაში სწრაფად გაიზარდა. გინის ინდექსი კი 1968 წლიდან 2022 წლამდე 25%-ით გაიზარდა. ამან მილენიალების თაობაში კეთილდღეობის უზარმაზარ სხვაობა შექმნა. მაგალითად, დაბალი კვალიფიკაციის მქონე მომსახურების სფეროს მუშაკებს ბეიბი ბუმერების თაობაში მაინც შეეძლოთ ღირსეული ცხოვრების იმედი ქონოდათ. მათგან 73%-ს 35 წლის ასაკში საკუთარი სახლი ჰქონდა. იგივე ჯგუფში მილენიალებს შორის მხოლოდ 42%-ს ჰქონდა საკუთარი სახლი. ყველაზე ღარიბი მილენიალების დაახლოებით 14%-ის წმინდა ქონება ნეგატიურია, მაშინ როცა ბეიბი ბუმერებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 8.7%-ს შეადგენს. ეს უზარმაზარი უთანასწორობის უფსკრული ქმნის გახლეჩილ საზოგადოებებს და უკმაყოფილებას, რაც ხშირად დანაშაულსა და ძალადობაში გადაიქცევა. მკაცრი პოლიციური კონტროლის ფონზე ამან მილენიალებში მნიშვნელოვნად გაზარდა პატიმრობის მაჩვენებელი, წინა თაობებთან შედარებით იმავე ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში დანაშაულის დონე შემცირდა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? მილენიალებმა რწმენა დაკარგეს. 2014 წელს Pew Research Center-მა დაადგინა, რომ მხოლოდ 50%-მა მილენიალმა თქვა, რომ ნამდვილად ჯერათ ღმერთის. 78%-მა გენერაცია X-ის წარმომადგენელმა და 70%-მა ბეიბი ბუმერმა იგივე განაცხადეს. სინამდვილეში მილენიალების 35% საერთოდ არ არის დაკავშირებული არც ერთ ორგანიზებულ რელიგიასთან. კათოლიკურ ეკლესიაში გამოვლენილმა სკანდალებმა ალბათ ამ მხრივ ვერ შეუწყო ხელი. ამ ყველაფერმა ზოგიერთ მილენიალს უკან დაახევინა და სხვებში დეპრესია გააძლიერა. მაგრამ ბევრი მათგანი, რომელიც უკიდურესად დამოუკიდებელია, უბრალოდ თავის გზას ირჩევს. ფსიქოლოგები ამას ცხოვრების ეტაპებისადმი აგნოსტიკურ დამოკიდებულებას უწოდებენ. ბევრი მილენიალი არ ფიქრობს, რომ არსებობს კონკრეტული ასაკი, როცა უნდა დაქორწინდნენ, ბიზნესი დაიწყონ ან განათლება დაასრულონ. ადამიანები 40-იან წლებში ქორწინდებიან. ისინი 30-იან წლებში ბრუნდებიან სასწავლებლად, ან სრულიად ცვლიან კარიერის მიმართულებას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და ეს მათ იმდენად არ აშინებ, როგორც შეიძლება სხვა თაობებს აშინებდეთ. ეს შეიძლება იმიტომ იყოს, რომ მილენიალებმა ზრდასრულ ასაკს მიაღწიეს ტერორისტული თავდასხმების, საერთაშორისო რეცესიებისა და ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე რთული შრომითი ბაზრის პერიოდში. ამიტომ ამ სამყაროში არაფერია ისეთი, რაც მათ რაიმე ფორმით არ ენახოთ. მაგრამ ეს შეიძლება ასევე იყოს იმიტომ, რომ იგივე სოლსტონის მონაცემების მიხედვით, მილენიალებმა ყველაზე მაღალი ქულა დააგროვეს ყველა თაობას შორის იმ თვისებაზე, რომელსაც მოქმედებები ეწოდება. სოლსტონ ამ თვისებას იყენებს იმის შესაფასებლად, რამდენად ღიაა ადამიანი ახალი გამოცდილებისთვის, რაც მილენიალებს კარგად გამოადგებათ, როცა მომავალში მოუწევთ გაუმკლავდნენ ახალ რეალობას, რომ აღარასოდეს შეძლებენ პენსიაზე გასვლას. კარგი მხარე ის არის, რომ ამერიკული უნივერსიტეტის 2015 წლის კვლევის მიხედვით მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბარი მილენიალების თაობაში ნორმად იქცა. რადგან ისინი გაიზარდნენ შფოთვის, დეპრესიისა და კვების დარღვევების შესახებ მოსმენით, ბევრად უფრო მზად არიან ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე მეგობრებთან ან თერაპევტთან. და ვაღიაროთ, ეს ნამდვილად დასჭირდებათ. თუ გსურთ ნახოთ, როგორ ერგებიან მილენიალები დიდ სურათს და როგორ ჩამოყალიბდა თითოეული თაობა განსხვავებულად, გადახედეთ ვიდეოს ყველა თაობა ახსნილია 10 წუთში, ან დააწკაპუნეთ ამ ვიდეოზე.